ზოგადად ბუნება და ავტომობილები ბავშვობიდან მიყვარდა. მამაჩემიდან მაქვს ეს სიყვარული გადმოცემული. თვითონაც ავტომობილელი იყო საბჭოთა კავშირის დროს და მანქანასთან შეხება მქონდა, მოგზაურობაც მიყვარს და ოფროუდის კლუბის წევრი ვიყავი 2005 წლიდან. მონაწილეობდი თითქმის ყველა ოფროუდის შეჯიბრებაში და ამით ვიყავი გატაცებული ბავშვობიდან. 2019 წელს მე და ჩემ მადამ ვერამურღულიამ ჩავატარეთ სათავგადასავლო რალი საქართველოს. ეს იდეა წამოვიდა იქიდან, რომ ვერა მოროკოში მიიღო საკმაოდ დიდ რალი რეიჩში მონაწილეობა და მოგვივიდა იდეა ერთად, რომ მოდი მსგავსი ღონისძიება საქართველოში ჩავატაროთ. ეს სათავგადასავლო რალი არის ერთკვირიანი და ქართველებისთვის ცოტა რთული იყო ამაში მონაწილეობის მიღება და იყო მოთხოვნა, რომ გავაკეთებინა ცოტა ისეთი მოკლე შეჯიბრი და ასევე ჩქაროსნული, რადგან სათავგადასავლო რალი არ არის სიჩქარეზე, სათავგადასავლო რალის სტრატეგია არის, რომ საკონტროლო პუნქტები აიღო, რაც შეიძლება მოკლე მანძილის გავლით. ზოგისთვის ეს იმდენად ექსტრემალური და საინტერესო არ იყო და მოთხოვნა გამომდინარე შევქმნით უდაბნო რალი 2023 წელს ჩავატარეთ პირველად, სადაც გამარჯვება უკვე სისტრაფეზე არის და მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ როგორც მოტოციკლეტებს, ასევე ბაგებს და ჩვეულებრივ სერიულ ავტომობილებსაც. ღონისძიება ღია არის ყველა მსურველისთვის. პილოტისთვის აუცილებელია რომ კონდეს საქართველოში მოქმედი მართვის მოწმობა, ხოლო კოპილოტი შეიძლება იყოს 18 წელს ქვევითაც და არ არის აუცილებელი მართვის მოწმობა. თუმცა თუ კოპილოტსაც აქვს მართვის მოწმობა, შეუძლიათ რომ მათ ერთმანეთს ჩაანაცვლონ. უდაბნო რალის დასაფარის სრული მანძილი არის 250 კილომეტრი, რომელიც იწყება თბილისიდან და საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით, კერძოდ გარეჯის უდაბნოს გარშემო არის ჩვენი სარბოლოო მონაკვეთები მოწყობილი. არის მენიშნებები მხოლოდ სპეცმონაკვეთის საწყისზე და ფინიშზე. ნავიგაცია ხორციელდება მხოლოდ როუდბუქით, საგზაო წიგნით. ეს არის ლეგენდა, რომელიც არის გზამკვლევი მონაწილისთვის, სადაც არის მინიშნებული მიმართულებები, მანძილები და კომპასის ჩვენებები. რაც საკმაოდ საინტერესო არის და საერთაშორისო სტანდარტი არის როუდბუქით ნავიგაცია რალი რეიდებზე. აქ არის მითითებული სიჩქარის შეზღუდვები და ასევე ყველა დაბრკოლება, რაც გზაზე შეხვდება, დატანილი არის შესაბამისი ნიშნულებით საგზაო წიგნში. ერთი შეხედვით საკმაოდ რთული არის საგზაო წიგნი, ანუ თუ არ იცით რა არის, ესე თქვენ თვითონ რთული იქნება რომ მიხვდეთ, მაგრამ როგორც კი ამის ინსტრუქციას გაეცნობით, მიხვდებით რომ ძალიან მარტივია და უსაფრთხოა და საინტერესოა. რალი რეიდზე ზოგადად ავტოსპორტი ყველაზე საფრთხის შემცველი და ექსტრემალური სპორტი არის. უსაფრთხოების ზომების დაცვაც საკმაოდ რთულია და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რა რესურსებიც გვაქვს, ეს გამოვიყენოთ, რომ ჩვენი ღონისძიება იყოს უსაფრთხო როგორც მონაწილეებისთვის, ასევე ორგანიზატორებისთვის. პირველ რიგში როუდბუქი არის პირველი უსაფრთხოების გზამკვლევის, რადგან იქ ყველა საფრთხე დროების, სიჩქარის შეზღუდვები და წესები არის თავმოყრილი და ჩვენ დეტალურად გვაქვს შესწავლილი ის გზა, სადაც მონაწილეები გაივლიან. ყველა საფრთხე და დაბრკოლება ჩვენ ვიცით და როგორც როუდბუქში ამას დავიტანთ, ასევე წინასასწრაფო ბრიფინგზე ვაფრთხილებთ მონაწილეებს, რომ რა ელით, რა საფრთხეების უნდა იყვნენ მზად. ასევე საკვანძო ადგილებში ყავს განთავსებული სწრაფი რეაგირების გუნდები, სასწრაფო დახმარება ექიმები, კავშირგაბმულობის პუნქტები არის და საჭიროების შემთხვევაში საშუალება გვაქვს, რომ გამოვიყვანოთ ვერტმფრენი და ამითი გავუკეთოთ ევაკუაცია დაშავებულ მონაწილეს, თუ საჭიროება ამას მოითხოვს. გარდა ამისა, ვახორციელებთ live GPS trackings, რომელსაც ჩვენ უმონტაჟებთ მონაწილეებს და პირდაპირ რეჟიმში უყურებთ მონაწილეების სად არიან, მოძრაობენ თუ არა და ასევე მათ მოწყობილობაზე აქვს ცოსის ღილაკი, რომ თუ რაღაც პრობლემა ექნებათ, ამ ცოსის ღილაკს დააჭერენ და ჩვენ ყველა ორგანიზატორი გავიგებთ, რომ რაღაც პრობლემაა და სწრაფად მოვახდენთ რეაგირებას. 2018 წლიდან ყველა რალი რეიდი გაერთიანდა მსოფლიოს გარშემო და შექმნეს რალი რეიდების ჩემპიონატი და არის ეს FIA-ს კალენდარში შესული. დაკარიც არის ერთ-ერთი ეტაპი ამ ჩემპიონატის, ასევე არის რალი დუ მაროკ და პორტუგალიის რალი რეიდი და ჩვენი მიზანია, რომ უდაბნო რალიც გახდეს ამ მსოფლიო ჩემპიონატების ერთ-ერთი ეტაპი და საქართველოს დავიტანოთ რალი რეიდების რუკაზე. ამჯერად უდაბნოს რალიზე რეგისტრაცია უკვე დასრულებულია. შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ჩვენ სოციალურ ქსელებში და ჩვენს ვებგვერდზე rally.gz-ზე და ამავდროულად შეგიძლიათ მოემზადოთ სათავგადასავლო რალისთვის, რომელიც ჩატარდება ოქტომბერში.